ზღვის დონიდან 240 მეტრის სიღრმეზე მაღალი ჰიდროსტატიკური წნევის პირობებში თითქმის 54 კილომეტრის სიგრძის რკინიგზა გადის. სეიკანი მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბია, რომელმაც გეოლოგიური გამოწვევები ტექნოლოგიურ მიღწევად აქცია. ეს სტრუქტურა იაპონიის ორ კუნძულს, ჰონსიუსა და ჰოკაიდოს აკავშირებს და ცუგარუს სრუტის ქვეშ სარკინიგზო მიმოსვლას უზრუნველყოფს. გვირაბის 23 კილომეტრზე მეტი წყალქვეშა მონაკვეთი ზღვის ფსკერიდან დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე მყარ ქანებშია გაყვანილი. აწლეულების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობის პროცესში ინჟინრებმა ნაგებობის სტაბილურობისთვის კომპლექსური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური დაბრკოლებები დაძლიეს. გვირაბის მშენებლობის საჭიროება 1954 წლის ტრაგედიამ განაპირობა. ცუგარუს სრუტეში შტორმის დროს რამდენიმე ბორნის ჩაძირვამ 1400 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამაც გვირაბის მშენებლობის გეგმები დააჩქარა. 1988 წელს დასრულებული პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მშენებლობისას მთავარი გამოწვევა არასტაბილური გეოლოგიური პირობები და 2,35 მეგაპასკალამდე ჰიდროსტატიკური წნევა წარმოადგენდა. ამ გამოწვევის სამართავად ინჟინრებმა 3 პარალელური გვირაბის სისტემა დანერგეს. საპილოტე გვირაბი გამოიყენება გეოლოგიური მონაცემების შესაგროვებლად და კლდის მასივის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისთვის. სერვისის გვირაბი კი განკუთვნილია ტექნიკური მომსახურებისთვის, დრენაჟისა და ევაკუაციისთვის, ხოლო მთავარი სატრანსპორტო არტერია ორი სარკინიგზო გვირაბისგან შედგება და მატარებლების უწყვეტ მიმოსვლას აკავშირებს. ამ სისტემის მეშვეობით გვირაბი ექსტრემალურ პირობებშიც კი უსაფრთხოდ ფუნქციონირებს. ინჟინრებმა წყლის ინფილტრაციის შესაკავებლად გრაუტინგის მაღალი წნევის ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც ცემენტისა და ქიმიური ხსნარების ინექციებით ქანების ბზარებისა და ფორების სრულ ჰერმეტიზაციას გულისხმობს. ეს ტექნოლოგიური მეთოდი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ გვირაბში წყლის შემოდინება თანდათანობით მცირდება, რაც სტრუქტურის გრძელვადიან საიმედოობას ადასტურებს. თუმცა წყლის წნევა მხოლოდ ერთი ასპექტია. იაპონიის რეგიონისთვის დამახასიათებელი სეისმური აქტივობა ჰიბრიდული კონსტრუქციის შექმნას მოითხოვდა. ამიტომ გვირაბში გამოყენებულია სპეციალური სეისმური დამშლელები, რომლებიც მიწისძვრის ენერგიას თანთქავს და ნაგებობის მთლიანობას იცავს. სისტემაში ინტეგრირებულია კატასტროფების პრევენციის კომპლექსური ქსელი, რომელიც ისიერად დაფიქსირებს ნებისმიერ სეისმურ მერყევობასა და დეფორმაციას. დღეს სეიკანის გვირაბი ოპტიკური მონიტორინგის სისტემებითა და წყლის წნევის მუდმივი კონტროლით წარმოადგენს უსაფრთხოების სტანდარტს მსოფლიო ინფრასტრუქტურაში. ეს არის ნაგებობა, რომელიც აერთიანებს რთულ გეოლოგიურ პირობებს, ინოვაციურ სამშენებლო მეთოდოლოგიასა და მუდმივ ტექნიკურ კონტროლს, რაც იაპონიის ტექნოლოგიური მიღწევებისა და საინჟინრო შესაძლებლობების დასტურია.